დანიშნულების ბატალიონის მეთაურად დაინიშნა. როგორც ცნობილია, ჩვენ სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან, სადაც საოკუპაციო ხაზი გადის, ჩავატარეთ ხალხმრავალი აქცია. მოგეხსენებათ, იქ გადადის გალიდან დევნილები, გადადიან და გადმოდიან და მოგვაწოდეს კონფიდენციალურად ეს ინფორმაცია გიგა ოთხოზორია, სადისტურად მკვლელი რუსეთის ოფიცერი, რუსი სამხედრო ოფიცერი კანჯი ოღლი ნაცვლად დასჯისა დააწინაურეს დანიშნეს ოჩამჩირის სპეცდანიშნულების ბატალიონის მეთაურად. ეს იყო წაქეზება ერთგვარი და ჯილდო და ჩვენება რუსების მხრიდან იმის შესახებ თქვენ თუ ჩაცხირავთ ქართველებს, თქვენ იქნებით დაძინაურებულები, თქვენ იქნებით წარმატებულები და ასე შემდეგ. ეს თავისთავად არის ქართული სახელმწიფოს უსუსურობისა, მისი სტრუქტურების დანაშაულებრივი უმოქმედობის ბრალი. აფხაზეთის ეგრეთ წოდებული სამხედრო შტაბის მიერ კანჯიოღლუს თანამდებობაზე დანიშნვას ეხმაურებიან აფხაზთა კრებაშიც და საქართველოს მთავრობას უმოქმედობაშია დანაშაულებენ. რაც შეეხება იმ ამაზეზე ფაქტს, რომელიც მოხდა, ალბათ უპირველეს ყოვლისა უმჯობესი იქნება, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელები იქნენ გამოვლენილი და დასჯილები. სამწუხაროდ ამის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებისაგან უკვე არაფერი აბსოლუტურად არ გვესმის. ის კი არა, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი მკვლელი იქ დააწინაურეს და სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელადაც კი გახადეს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლები გიგა ოთხოზორიას სახელის უკდავსაყოფად უპირველესად სწორედ ეს მიმაჩნია, რომ დაისაჯონ გიგა ოთხოზორიას მკვლელები. სანამ ენგურის ხიდის რეკონსტრუქცია განახლება დაიწყებოდა და სანამ გიგა ოთხოზორიას მკვლელი სავარაუდოდ დაწინაურდებოდა, ქართული დელეგაცია